რუსული კომპანიის ქართული კაპიტალი ენერგოკომპანია როსნეფტის საქართველოში შემოდის. ყიდულობს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში მომგებიან ბიზნესად ითვლება. გაყიდულ ობიექტებს შორის მოხვდა ფოთის პორტის, ნავთობტერმინალი და გალფის ავტოგასამართის სადგურების ნაწილი. შესყიდული სტრატეგიული ობიექტების ზუსტი სია უცნობია. ვინ აუსრულა როსნეფტს ქართული ოცნება? მთავრობა რუსული კომპანიის საქართველოში შემოყვანას ყოფილ სამთავრობო გუნდს უკავშირებს. გავარკვიოთ, მიდის თუ არა კვალი ნაციონალურ გარიგებასთან და დავსვათ ლეგიტიმური კითხვა. Როგორ მოახერხა ოპოზიციურმა პარტიამ და მათთან დაახლოებულმა პირებმა მნიშვნელოვანი ობიექტების გასწვისება ჩრდილოელ მეზობელზე. სარფიან ბიზნესზე დღეს განცხადებები პოლიტიკურ კონტექსტში გაკეთდა. ფოთის პორტის ნავთობტერმინალი უმსხვილესი რუსული კომპანია როსნეფტის საკუთრებაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკას ენერჯი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციების 49% ამიერიდან როსნეფტის საკუთრებაა. გარიგება წარმოადგენს ქართული ბიზნეს ჯგუფის დიდ წარმატებას და საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობის აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო სანავთობო კომპანიის მიერ, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ამ მარშრუტს მომავალში. საქართველოს მთავრობაში რუსული კომპანიისთვის ფოთის ნავთობტერმინალის გადაცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და ბიზნეს გარიგებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ფოთის ნავთობტერმინალი ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიხეილ სააკაშვილის და დავით კეზერაშვილის კუთვნილება იყო და ობიექტის გადაცემა რუსული კომპანიისთვის სწორედ მათ სახელს უკავშირდება. ეს კომპანია პეტროკასი რამდენად ჩემთვის არის ცნობილი იყო წინა ხელისუფლების საკუთრებაში. ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია. ყველა მიცოდა, რომ ეს იყო კეზერაშვილის და სააკაშვილის კომპანია და ეხლა ამ ხრივ მე მგონია, რომ შეკითხვებიც არავის არ აქვს. და უფრო მეტიც ძალიან ბევრი ბრალდებები იყო ამ კომპანიის მიმართ, წართმევის ქონებების წართმევებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეკონომიკის მინისტრი შეუერთდა ჭორიკანათა გუნდს ასავალ-დასავლიდან. ამცელებს აბსოლუტურად არასწორ ტყუილ ინფორმაციას, იმიტომ რომ ნამდვილად მილიარდერმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა რამოდენიმე წლის წინ კომპანია შეიძინა და ჩადო ძალიან სერიოზული ინვესტიცია. ფოთის ნავთობტერმინალის გაყიდვა გაუგებარია ობიექტის ყოფილი მფლობელის ელენკო ჯორჯიას წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე სასამართლო დავის გამო ტერმინალები დაყადაღებულია და მისი გასხვისების უფლება დავით იაკობაშვილის კომპანიას არ ჰქონდა. ადვოკატ ჩალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ნავთობკომპანია ელენკო ჯორჯიას მფლობელის თამაზ ნიჟარაძის საკუთრებაში არსებული ნავთობტერმინალები დავით კეზერაშვილმა მას 2010 წელს უკანონოდ ჩამოართვა, რის შემდეგაც ტერმინალები ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა. როდესაც დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაკობაშვილმა გაყიდა ეს ქონებები და მიყიდა რაღაც სხვა კომპანიას, როგორ შეიძლება გაყიდო ისეთი ქონება, რომელიც დაყადაღებულია. სოფლიო სამართლის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ზუსტად ამ ფოთის პორტის ამ ტერმინალების მეშვეობით ინარჩუნებდა ხელოვნურად ახერხებდა კეზერაშვილი იმას, რომ საწვავის ფასები ყოფილიყო ისე მაღალი, როგორც თითქმის არც ერთ სახელმწიფოში არ არის დღის მდგომარეობით. თამაზ ნიჟარაძის ადვოკატი დღეს იმასაც ამბობს, რომ რეალურად ნავთობტერმინალები კვლავ კეზერაშვილის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაა, რის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა ამ დრომდე საწვავის ბაზარზე ფასების კონტროლს ახდენს. დღემდე ვერ დამარწმუნებს ამას და ზუსტად ამას ვამტკიცებ ჩვენ სასამართლო დარბაზებში, რომ ეს ისევ კეზერაშვილის ხელში არის რეალურად პოლიტიკური პროცესთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ყოფილი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა ამ მექანიზმით შეეძლება, რა თქმა უნდა, საწვავის ფასის კიდევ უფრო გაზრდას, ანუ სიტუაციის გაუარესებას, რაც შესაბამისად აისახება მოსახლეობაზე და გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. დავით იაკობაშვილის პეტროკას ენერჯი გრუპი 4 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა კომპანია Channel Energy, რომელიც ასევე ნავთობტერმინალების მფლობელი კომპანიაა და მისი აქციების 50% ასევე როსნეფტმა 2014 წლის 3 მარტს შეიძინა. ამ დროისთვის უცნობი რჩება კონკრეტულად 49%-იან წილში ნავთობტერმინალის ქონების რა ნაწილი მოხდა.